I'm doing great. How's swimming? Absolutely. Hello, General. How are you? I'm fine. Thank you for coming. No. So a very important day for our past. Დამსწრე საზოგადოებას მივესალმებით ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მივესალმებით პატივცემულ სტუმრებს, პატივცემულ ელჩებს. სტუმრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. დღეს არის დიდი დღე, ჩემო ძვირფასებო. დღეს არის სოფლიოში უდიდესი ბოროტების, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა. ჩვენი ქვეყნიდან ამ ომში 350,000 ქართველი გმირულად დაეცა ომის ველზე. სწორედ ამიტომ მე კეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მე მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენ ძვირფას ვეტერანებს. მე მინდა განსაკუთრებით მივესალმო მელიტონ კანთარიას შვილს, რომელიც აგვესწრება. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ვისურვეთ, რომ სოფლიოში აღარასოდეს განმეორდება ისეთი ტრაგედია, როგორიც იყო მსოფლიო ომი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. მივესალმებით უძლუდეს პირველ რიგში. მოგესალმებით მინისტრებს, პარლამენტის წევრებს. დამსწრე საზოგადოებას ელჩებს და ყველაზე დიდი პატივით, მოწიწებით, სიყვარულით ვეტერანებს. ბევრი აღარ არის დარჩენილი ჩვენს გვერდით და ამიტომ სწორედ იმ ადამიანებს ჭირდებათ ყველაზე მეტი დახმარება, მხარში დგომა, მოფერება, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად არიან და დამოუკიდებელი საქართველოს წარმატებებით ჩვენთან ერთად ხარობენ. ძალიან ბევრი დავა საქართველოში იცით თქვენ ამ ბოლო წლებში ამ თარიღებზე. 8-ში უნდა მიზეიმოთ, თუ 9-ში უნდა მიზეიმოთ. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე. მე ვიტყოდი ყოველდღე. ფაშიზმი, ტოტალიტარიზმი ისეთი მოვლენაა, რომელზე გამარჯვებაც ყოველდღე უნდა ვიზეიმოთ. ყოველდღე უნდა გავიხსენოთ. ის კადრები, რომელიც ამ მხატვრულ ფილმებში იყო წარმოდგენილი, მუდამ უნდა გვახსოვდეს. არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი ომი, რომელიც შეიძლება როდესმე ვინმე აწარმოოს. არ არსებობს კეთილშობილური მიზნები, რომელიც ადამიანების მასობრივად ხოცვას გაამართლებს. ჩვენ 21 საუკუნეში, ჩვენი ქართული სახელმწიფოს ვალია, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი. იმისათვის, რომ არ დაუშვათ აქ ჩვენი ქვეყნის მიწაზე კიდევ ერთი სამხედრო მოქმედება. გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის, ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის, დავიცვათ მშვიდობა და
გავუფრთხილდეთ ყოველ დღეს, რომელიც მშვიდობიანად ხდება. აქ ამ პარკში დღეს საქართველოს და უკრაინის დროშები ფრიალებს. ოკუპაცია, აგრესია საქართველოს დღევანდელი რეალობაა. მაგრამ ყველა ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სწორედ ეს ვეტერანები გვაძლევენ ამ სიძლიერეს, ამ გამძლეობას და გამბედაობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აგრესიას, ოკუპაციას და ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის. ყველას გილოცავთ და გარწმუნებთ, თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა დეპარტამენტი, მუდმივად თქვენ გვერდში იქნება. იცით თქვენ ალბათ, მაგრამ მაინც ერთი სიტყვით შევეხები ინიციატივას, რომელიც პრემიერის ინიციატივა იყო და რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანთა დეპარტამენტის, რომელსაც შეუერთდა, ყველა ვეტერანი ერთჯერადად მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან და წელს 2 მილიონი გამოიყოფა იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქოთ ყოფა ჩვენს ვეტერანებს და ვერ ვაჩვენოთ ჩვენი ზრუნვა და მათთან გვერდში დგომა. ყველას გილოცავთ, დიდხანს იცოცხლეთ და დიდხანს იყავით ჩვენს გვერდში იმისათვის, რომ უნდა გვახსენებდეთ, რომ აღარასოდეს აღარ უნდა დაუშვათ ის, რაც 70 წლის წინ ხდებოდა მსოფლიოში. დიდი მადლობა. Leila Lona Nadia Nadia მე კიდევ ერთხელ ვილოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის მართლა ძალიან დიდი დღე. ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. როგორც უკვე თქვი და მინდა გავიმეორო, ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა იმ კუთხით, რომ ყველაზე მეტი ასე ვთქვათ გმირი დავკარგეთ ამ ომში ქვეყნის დიდიდან გამომდინარე. ასევე გეტყვით იმას, რომ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი დღე და მე მინდა განსაკუთრებულად მოვეფერო ჩვენს ვეტერანებს, მათ მიულოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან სწორედ მათი მონაწილეობის შედეგად მოხდა სხვა ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მიღწევა. და რაც თავარია ეს ომი ქართულმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ყველას მშვიდობას, რომ მეტ სიყვარულს და მეტ სიკეთეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ შემთხვევაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც სამწუხაროდ მსოფლიოსთვის ისეთივე პრიორიტეტია, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ. ომი არის ყველაზე უფრო დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ სახელმწიფოებმა დაუშვან და 9 მაისი გვახსენებს 8 მაისი გვახსენებს ყველას, რომ ის არასოდეს არ უნდა დაუშვათ, ყველა კეთილინების სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ და 21 საუკუნეში სხვა ფორმებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გარკვევა ერთმანეთში. როგორც თავდაცვის მინისტრისთვისაც ეს არის ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ავარიდოთ თავარი ყველაზე უფრო დიდი საფრთხე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ამ გზაზე მიზანმიმართულად მივდივართ 2 წელიწადნახევარია და გარწმუნებთ, რომ მცდელობას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა საქართველოში შენარჩუნდეს. სხვა მხრივ, ბუნებრივია, რომ ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, განათლების პროგრამების დახვეწა, ახალი პროგრამების შემოტანა, ახალი კურიკულა, იმისათვის, რომ უფრო მეტად მომზადებული იყოს ჩვენი ჯარი და ოფიცრობა. და ბუნებრივია ყოველი ჯარისკაცის უფლებების ინტერესებისთვის ბრძოლა იმისათვის, რომ ისინი ღირსეულ პირობებში იმყოფებოდნენ, როდესაც ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს.